მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ გამარჯობა ანუნა, მადლობა მოწვევისთვის. პეტრე, პროტესტის 100 მეერთე დღეა და მოდით დავიწყოთ პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა მოიტანა ამ 100 დღე, მოდით ამ შეფასებით დავიწყოთ. ფაქტობრივად 3 თვეც უხეშად შეიძლება ითქვას, რომ გახდა. ხედავთ რა ხდება ქვეყნის შიგნით, ხედავთ რა ხდება ქვეყნის გარეთ, აი რაღაც გადაჭარბებულად არ ვიცი რამდენად ჟღერს, მაგრამ ისმის ასეთი შეფასებები, რომ ახალი მსოფლიო დღის წესრიგი ყალიბდება. რა სიტყვით თქვენ, აი თქვენი შეფასება როგორია 100 დღის შეჯამებით დავიწყოთ? ბევრი რაღაც მოიტანა პირველ რიგში ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით დაინახა, რომ ახალგაზრდობას ჩვენი ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ჯანსაღ ნაწილს ევროპულად და დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აწყობს იმ რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნა და ლეგიტიმაცია საკანონმდებლო ორგანოში მათ შორის და თუნდაც პრეზიდენტის, თუნდაც ამ მთავრობის აღიარება, რომელმაც მიიტაცა გასული წლის 26 ოქტომბერს არჩევნები და პრაქტიკულად ასე უკანონოდ არალეგიტიმურად მოაჯდა ძალაუფლებას და მართავს ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის სახელით საუბრობს, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე სვავს რეპერულ წერტილებს თუ ესე ვთქვათ ამოცანებს საზღვრავს ის ადამიანები, ვისაც ქართველი ხალხისგან, ახალგაზრდობისგან, სტუდენტებისგან, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისგან არანაირი ნდობა და ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. ამას ხედავს ჩვენი ხალხი და ამასვე ხედავს საერთაშორისო საზოგადოება, რომლებიც შესაბამის ზომებს იღებენ. რო არ ყოფილიყო ეს 100 დღე, რო არ ყოფილიყო პროტესტი, ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე ის აქციები და ის ქუჩის გადაკეტვა რაც ხდება, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ იქნებოდა რეაგირება, არ იქნებოდა სანქციები, არ იქნებოდა ის რეზოლუციები, არ იქნებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი იღებენ, მაგრამ ისიც გვესმის, რომ სხვა დონეზე, სხვა ეტაპზეა გადასასვლელი ეს საპროტესტო ტალღა, ის მუხტი, რომელიც ქუჩაში არსებობს, კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ტემპერატურა, მე ვფიქრობ, ასევე უნდა შეიცვალოს ის მოთხოვნები, ის მიდგომები, ანუ როგორ ვთქვათ, ის მიზნები და ამოცანები, უпростоრად, რაც ამ საპროტესტო აქციასთან უნდა ახლდეს, ასევე საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც დღეს პასიურია თუ ნეიტრალურია, როგორც ზნებათ ისე ვთქვათ, უნდა დაინახოს ალტერნატივა ქოცებს რო უშვებთ და ბიძინა ივანიშვილი მიდის, არ ვიცი, სახლში თუ საზღვარგარეთ საცხოვრებლად, ვინ მოდის, რა ტიპის ხელისუფლება მართავს ქვეყანას, რა არა მხოლოდ დაპირებებს გვაძლევენ, დაპირებებს დაწერილი, გამოქვეყნებული ლოზუნგების არა უშჯერა, ადამიანი კან შინაგანად უნდა გრძნობდეს, რომ ახალი ხელისუფლება აი ამ ადამიანებისგან შემდგარი საით წაიყვანს ქვეყანას, როგორ უზრუნველყოფს ჩემი და ამ სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ჩემი შვილების განათლებას, კეთილდღეობას, ეკონომიკას როგორ შექმნის. აი ამ ყველაფერს როგორც კი დაანახებ იმ დღეს ნეიტრალურად და მათ შორის შეიძლება ითქვას ბევრ 41 რო შემოხაზა თუ ბოდიში გააფერა და ბოლო არჩევნებზე ასეთ ხალხსაც მე დარწმუნებული ვარ რომ ეს პროტესტი რომელიც დღეს არის კიდევ უფრო მეტად საყოველთაო გახდება და შესაბამისად უკვე აიწევს ტემპერატურა და მათი ვერტიკალი რაზეც ისინი დგანან ორ ძირითად რაღაცაზე დგანან ხო შეიძლება სხვა რაღაცაც არის ფული პროპაგანდა მაგრამ სოციოლოგიური თვალსაზრისით დგანან თავის ამომრჩევლის ნაწილზე რომელიც კონსოლიდირებული ყავთ დღემდე და ძალოვან სტრუქტურებზე რომლებიც დაგეშილი ყავთ, ზეპოლიტიზირებული ყავთ, არ ვიცი მათ, ესე ვთქვათ, ანგაჟირებულები არიან, აი ზოგიერთი მათი ლიდერის, რა ქვია, ეს ხარება და სხვადასხვა ეს ინდივიდები რო არიან და ამბობენ ხოლმე, აბა ვის გადავაბაროთ ქვეყანა LGBT-ს ჩავაბაროთ, აი თქვენთან ინტერვიუში, ხო თქვენ ჟურნალისტებთან. ასე აზროვნებს აი ეს გაავებული და ამ ჩვენს ახალგაზრდობაზე დაგეშილი იმ რობოკოპების აბსოლუტური უმრავლესობა, ასე ჯერათ, ასე ფიქრობენ და რომელი უფრო მარტივია, რომელი ასე ვთქვათ, ბურჯის ჩამოშლა ამ ხშირ შემთხვევაში გაუნათლებელი ხელფასზე და პრემიებზე დასაქმებული რობოკოპების თუ იმ საზოგადოების, რომელიც მათ
თეორიულად და პოტენციურად შეიძლება შეიცვალოს აზრი და ბიძინა ივანიშვილზე ამაცსავით ჯვარი დაწერილი არ აქვს და არც ტვინები გამორეცხილი ამ დონეზე ნამდვილად არ აქვს. იმის ადამიანები უყურებენ მომავალს, ქვეყანას, საკუთარ ოჯახს, კეთილდღეობას, უსაფრთხოებას. ასე რომ აი ამ საყოველთაობა ამ ხალხის ჩვენს მხარეს გადმოყვანა იმ სლოგანებით, იმ ამოცანების დასახვით, რაზეც წეღან ვისაუბრე, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს და არა უბრალოდ ბიძინას თხოვდე არჩევნები დამინიშნე და ასევე უნდა აჩვენებდე ალტერნატივას თუ რა ტიპის ხელისუფლება მოვალ, საით წაიყვანს ამ ქვეყანას. მაშინ გაცილებით სხვა დინამიკა იქნება თვითონ აი ამ საპროტესტო აქციების მსვლელობისასაც. კი ბატონო, აი ბრაზია ეს პეტრე დამოკიდებული, აი როდის ან რამ შეიძლება გაზარდოს უფრო მეტად მუხტი, აწიოს უფრო მეტად ტემპერატურა და აი როდესაც თქვენ საუბრობთ სწორედ ალტერნატივის დანახვებაზე, ხომ? იქ მდგომი ადამიანებისთვის და არა მარტო ვინც რუსთაველზე არ დგას, მათთვისაც ქართული ოცნების ამომრჩეველიც ახსენეთ, აი ვინ უნდა აჩვენოს ეს ალტერნატივა და ფიქრობთ თუ არა, რომ აი რა ვიცი, ამდენი წელი თუნდაც აი ეს ბოლო 3 თვე პროტესტისაც იყო იმის დრო რომ თქვენი და თქვენი კოლეგა სხვა პოლიტიკური პარტიებიდან აი ამათ სახით დაენახა ამორჩეველს, სწორედ რომ არის რაღაცა მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა, იმიტომ რომ ვიცი, სხვა პოლიტიკოსები და პარტიები ციდან არ ჩამოწვევდებიან, ვიცით ხომ, ახალ არჩევნებამდე. თუ იქნება ეს ახალი არჩევნები და აი ვინ უნდა გაჩვენოს მაშინ, აი დრო გქონდათ ბევრი, ხო, არა მარტო თქვენ, სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც გულისხმობ. ამიტომ ამ პროტესტამდე უშუალოდ მე ყველა მიტინგს, ყველა პროტესტს უყურებ, როგორც თუ აი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სპეციალურად ორგანიზებული, ესეც ხა პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, ჩვენთანაც ხდებოდა, მომავალშიც მოხდება ალბათ და საზღვარგარეთაც, რომ ორგანიზებულია რაღაც მიზნისთვის რამდენიმე საათით კონკრეტული აქცია, შენი აქტივისტები დაორგანიზებული ყავს რამოდენიმე დღით ადრე, ხანდახან ჩამოყავთ ხოლმე ასეთი ხალხი მარშრუტკებით და ამას ყველა ხედავთ, მე შევხვდება რომ აი ჩამოიყვანეს ოცნების განსხვავება, ოცნების შემთხვევაში აქ თავარი სხვაობა ის არის, რომ მათ ჩამოყავთ საჯარო მოხელეები, 80% ასეთი ხალხია და შეიძლება 10-15-20%-ამდე იყოს მაქსიმუმ მათი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური აქტივისტები, რომელიც ოცნების იდეოლოგიას ემხრობიან და არა იძულებით არიან წამოყვანილი სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან და მუნიციპალიტეტებიდან, ეგრეთ წოდებული გამგეობებიდან, ხო? მაგრამ ოპოზიციის შემთხვევაში შენი აქტივისტები გამოგყავს. და ასეთი აქციები არაერთი გვინახავს მთლიან ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ეს ბოლო აქციები არის ზუსტად აბსოლუტურად განსხვავებული. აი ესეთ აქციებს ვეძახი მე, როგორც აი ცოცხალ ორგანიზმთან მისი შედარება, რომ ხალხი თავისით მობილიზდება, თავისით გამოდის, არავის დაძალება მათ არ ჭირდებათ, არავის ორგანიზება არ ჭირდებათ, დრო იციან, ადგილი იციან და თვითონ იბრძვიან საკუთარი მომავლისთვის. ასე რომ ასეთი ტიპის მიტინგების ხასიათი სწორედ ის არის, რომ თვითონ მივა, მე დარწმუნებული ვარ ამაში, პოლიტიკოსებმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, რა თქმა უნდა, ხელებს ვერ დაიბან ამ პროცესიდან, აქ მთლიანად უნდა იყოს ჩართული, თუ გნებავთ ეს ეთერებში და ток-შოუებში საუბრით, იქვე ადგილზე ადამიანებთან განმარტებით, სხვა კიდევ ეგრეთ წოდებული town hall-ური შეხვედრებით და ასე შემდეგ, რომ კონსოლიდირება მოხდეს ერთი ამოცანის, ერთი მიზნის გარშემო და როგორ იცი, აი დანარჩენმა ყველა მიტინგზე არ დგას იმ საზოგადოებამ, რომლებიც მიტინგზე შეიძლება არ დგანან და პროტესტს არ აცხადებენ რუსთაველის გამიზნეზე, მაგრამ არჩევნებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას იღებენ. აი ამ ადამიანებმა დაინახონ, ვინ არის ალტერნატივა. 10 სხვადასხვა პარტია, რომელიც ერთმანეთს ლანძღავს, ზოგი გამოდის, ქოცი უდრის, ნაცი ძახის, აი ესეთი რაღაცეების, როდესაც ეს ცოცხალი ორგანიზმი ეგრეთ წოდებული, აი საპროტესტო მთლიანი სხეული ამას ყველაფერს გადახარშავს, გადააგორებს და იქამდე გაიზრდება და იქამდე დაიწრიტება, რომ ერთი ამოცანის გარშემო ერთი ორგანიზაცია ბჭყალებში იქნება ეს ყველაფერი, ერთი, უკეთეს შემთხვევაში ასეთ საქმეს ერთი ლიდერიც სჭირდება ხოლმე და ესეც რთულია, ეხლა ალბათ თქვენ რომ მეკითხებით, მაშინ ისიც უნდა მკითხოთ, ხო, ვინ არის ამ ყველაფრის ლიდერი, ვინ აიღებს თავის თავზე, ვინ იტყვის, რომ აი მე გავუშვებ ბიძინას, მე მოვალ ხალხნო, იმიტომ რომ მარტო საქართველოს რეალობა არ არის ეს, სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს რაღაცა ხშირად ამბობენ ხოლმე ბელადომანია და ბელად რა ეხლა ამერიკის არჩევნებს არ უყურებენ თუ ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ხშირად არის სწორება ამომრჩევლის მხრიდან იმ ადამიანზე, ვინც ამ კონკრეტულ რომელიღაც ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, პარტიას მართავს და იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე, მართვაზე და ასე შემდეგ. კი ბატონო. პოლონეთიდან დაწყებული მართლა შეერთებული შტატებით დამთავრებული ბოლო არჩევნები, რაც მოხდა, ყველგან ეს ხდება. ასე რომ
ბევრი რაღაცის კომპონენტი ერთად უნდა შეირწყას, შეჯერდეს და მე რატო გეუბნებით ცოცხალი როგორც აი ბავშვი იზრდება და შემდეგ ზრდასრული ხდება და ჭკუაც ემატება და განათლებაც და შესაძლებლობების უნარებიც. ასევე ეს პროტესტიც მივა მე დარწმუნებული ვარ იქამდე, რომ ექნება ერთი მიზანი, საერთო ამოცანა, საბოლოო ჯამში ერთი ლიდერიც ქოციუდრის ნაცვლ თქვი, ხო, ეს აბსოლუტურად არასწორია და რამდენი ადამიანის, რამდენი ასეულობით ათასი ჩვენი მხარდამჭერის მარგინალიზაციას ახდენს თუ გარიყვას თუ აი ამ საპროტესტო მოძრაობიდან. ხო წარმოგიდგენიათ, როცა ამ ადამიანებს ეუნები, რომ იქ დგეხარ და ქოციუდრის ნაცვლ ეუნები და გინდა რომ ასე იმ ადამიანებს, ვინც ბოლო 13 წელია მართლა ოპოზიციაში იყვნენ და წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ერთი მათ თავზე დანარჩენი ყველაფერი გამოიარეს, ამ ადამიანებს ემიჯნები და გინდა რომ შენ მარტო გახდე ოპოზიციონერი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. არავის არ ვამადლით ჩვენ ბოლო წლების ბრძოლას, მაგრამ ეხლა რომ მოხვედი ამ ბრძოლაში, ის მაინც დააფასე ვინ იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ვინ იბრძოდა და გაუერთიანდი, კონსოლიდირება მოახდინე ამ ძალების, ხო? ხო, აი კონსოლიდირებაზე როდესაც საუბრობთ და გაერთიანებაზე ერთიან პოზიციაზე, აი რა მინდა ვიკითხო. აი არ ვიცი, აი რაღაცნაირად თითქოს ჩანს, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ აი ეს პროტესტი თუ ვერ გააქრო, რაღაცნაირად გაყინოს მაინც. უკვე არის შეფასებები, რომ სარგებლობენ მათ შორის იმ სიტუაციითაც, რომ იგივე თუნდაც შტატებში ჯერჯერობით ჩვენთვის არ სცალია და რაღაც თავისი საქმეებია იქ მოსაგვარებელი და სცალია თუ უკრაინის წარმატებით და დარწმუნებული ვარ ასეც დასრულდება, იქ ჩვენზეც კარგად აისახება. რა თქმა უნდა. მაგრამ აი რას გულისხმობ? და აი ცდილობს, რომ აი რაღაცნაირად ეს პროტესტიც რაღაც აი რუტინად აქციოს, დრო გააჭიანუროს, სათავისოდ გამოიყენოს და აი ასე ამ სიტუაციაში მივიდეთ ჩვენ შემოდგომამდე, როდესაც არის თვითმმართველობის არჩევნები, რაზეც აქტიურად საუბარი თავად დაიწყო, სხვათა შორის ქართულმა ოცნებამ, რომ მეტიც ესეთი რაღაც ტონიც აქვთ, რომ აი თუ გინდათ არჩევნები აგერარი და აქ მოსინჯეთ თქვენი ძალებიო. არჩევნების ნაწილშიც ვიცით, რომ კოორდინაცია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის რაღაცნაირად აი განსხვავებულია დამოკიდებულება, ვიღაცები განიხილავენ, რომ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ვიღაცები არა, ეს ჯერჯერობით კულისებში ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ სურათს რო არ მივიღებთ, რომ არავინ არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ეს წინასწარ ამას ყველა შეგუებულებათ. არის თუ არა ესეც რაღაცა ერთგვარი გამოწვევა აი ამ პროცესისთვის, რაც წინ გველოდება, რამდენად მნიშვნელოვანია რომ თუნდაც რაღაცა აი შემოდგომამდე რაღაც ესეთი გარდამტეხი მოხდეს, რომ აი იგივე რაღაცა რუტინულ რეჟიმში არ მივიდეთ სწორედ მე ვფიქრობ, რომ თქვენი პარტიის პოზიციაც როგორი არის, ეს ორივე ნაწილზე, ასე ვთქვათ, ანალიტიკურ ნაწილზეც გიპასუხებ და პარტიის პოზიციასაც მკაფიოდ გამოვხატავთ, დაგიფიქსირებთ. მე ვფიქრობ, შემოდგომამდე აი ეს ბავშვი, რაზეც საუბრობდით, რომ ცოცხალი ორგანიზმი გაიზრდება აუცილებლად და საერთო ამოცანაზე ჩამოყალიბდება, შეთანხმდება, უკეთეს შემთხვევაში საერთო, ასე ვთქვათ, მოძრაობის ლიდერი ან ლიდერებიც გამოიკვეთებიან და საქმის ბოლომდე მიყვანას ეს რა თქმა უნდა გაგვიადვილებს ყველას. აი კიდევ ერთ რაღაც წეღან ვეღარ დავასრულე, როდესაც საუბრობდით ქოციუდრის ნაცს, აი ამ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური შინაარსიდან ამოვარდნილ და აი როგორც ორ იდეოლოგიას, ორ პოლიტიკურ პარტიას შორის რამხელა უბსკრულიც არსებობს, რომ საერთოდ არ არის, მე მგონი დედამიწაზე ესეთი ორი ყველაზე მეტად პოლარიზებული მხარე, გინდა ერთმანეთთან დააკავშირო და ამით რაღაც დივიდენდი მიიღო, ხო, ეს ხო თავისთავად არასწორია. საწყისშივე გაუმართლებელი მიდგომაა და პოლიტიკური სლოგანია და ასევე როდესაც პოლიტპატიმრებზე ვსაუბრობთ და მართლა არ შეიძლება იგივე მზია ამაღლობელიდან დაწყებული იმ ყველა ახალგაზრდა ბიჭებით, ბავშვები არიან პრაქტიკულად, რომლებიც აი ვაშკაცურად სხედან იმ ციხეებში, ხო? აი ბოდიში რომ მოიხადონ, რომ მოინანიონ, თავი დაუხარონ ამ რეჟიმს, დარწმუნებული გამოვიდოდნენ, მაგრამ თავდაჯერებულები არიან, იციან, რომ საქართველოს მომავლისთვის იბრძოდნენ, არაფერი არ დაუშავებიათ და არავის თავს არ დაუხრიან. აი ეს ვაშკაცები როგორ შეიძლება არ დააფასო და ყველა მათ გულშემატკივრობთ, ვაფასებთ მათ ბრძოლას და ერთი სული გვაქვს, როგორ და ვცდილობთ როგორმე გამოვიხსნათ და დარწმუნებული ვართ ამასაც მივახცევთ იმასთან ერთად, რომ აი ამ საპროტესტო მოძრაობის კონსოლიდირება და ძალების მეტი მოკრებაც შეძლებს, მაგრამ როგორ შეიძლება აქვე არ ახსენო მიშა სააკაშვილი, რომელიც მე-4 წელია ციხეში ზის. მე-4 წელია ადამიანი არის პოლიტპატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია, უნიკალური რეფორმები გაატარა, რასაც ახლა ტრამპი და ილონ მასკი ცდილობენ ნაწილობრივ გამოსდით თუ არ გამოცდით.
20 წლის წინ განახორციელა მიშა სააკაშვილმა აქ საქართველოში და თანაც წარმატებულად და სწრაფი ტემპებით ამოიყვანა სიბნელიდან ქვეყანა. ეს ადამიანი ციხეში უზით იმიტომ, რომ არა მხოლოდ აი ესე კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარია, როგორც ეს ჩვენი ახალგაზრდები და მზია ამაღლობელი, არამედ ყველაზე მეტად მისი ეშინია ამ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილს, მიშა სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ეშინია, თუ კი რამის ეშინია. და როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ გინდოდეს შენს, როდესაც ოპოზიციაში ხარ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვი, არ გინდოდეს შენ თანამებრძოლად და შენს გვერდზე ხელით-ხელ ჩაკიდებული გეხმარებოდეს ამ საქმეში. და რაც შეეხება მე დარწმუნებული ვარ აი ამ თავარ პრინციპებზე და ისევე როგორც წეღანაც ვახსენე და ბიძინა ივანიშვილო დამინიშნე არჩევნები სწორი პასუხია თქვენ რაც ბრძანეთ აგერ არის არჩევნები და მოსინჯეთ თუ ესე ძალიან გინდა არჩევნები შენი ძალები ეს კი არ უნდა იყოს მოთხოვნა და შენი ამოცანა რასაც უნდა აღწევდე უნდა იყოს ესე ვთქვათ უფრო თამასა კიდე უფრო მაღლა უნდა აწევ. აი რა უნდა იყოს? უნდა იყოს რომ დროებით მთავრობა, ტექნიკური მთავრობა, წადი, გადააყენე, გადადექი, მოვიდეს ახალი პრემიერი, სუსი აღარ ყავდეს, თუ არჩევნებზია საუბარი. დათმე ძალაუფლება ფაქტობრივად ეს უნდა იყოს. თუ კუთხეში არ მიაყენე, კი არ დაგითმობს ძალაუფლებას, დათმე, რომ დაათმობინო ძალაუფლება, ეს უნდა გინდოდეს. აბა აქციის მიზანი რა არის, რომ კიდე ერთი არჩევნები დაგინიშნოს და კიდე სუსით ჩაგიტაროს და ამ CSKOS-ი და კალანდარიშვილი და გაგიყალბოს და არ ვიცი 11-12%-ის მაგირო 14 დაგიწეროს და ბედნიერი იქნები. ეს არის მიზანი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის. მე არ ვფიქრობ, რომ ასე უდგებიან საკითხს. ყველას უნდა მიიღწევა იმისი, რომ საქართველოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლებას ეს ადამიანები ჩამოწია, იმიტომ, რომ ყველა გრძნობს, ხედავს, რა ვიცი, ხელით ვეხებით ყოველდღიურად ინფორმაცია ვისმენთ, მოგდის, თქვენ აშუქებთ, რომ ამ ეს ხალხი შემოbrunდა და პირდაპირ რუსეთის გუბერნიად გადააქცია ეს ქვეყანა. რუსეთთან, აი მიშა სააკაშვილი ვახსენეთ, წეგან ძალიან სწორედ საუბრობდა იმ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელშიც საქართველოს მით უმეტეს აი ამ მოცემულობაში, როდესაც ევროპა ძლიერდება, როდესაც თურქეთმა განაცხადა თავისი მზაობა ჩაერთოს და საქართველოს დაიცვას, როდესაც თურქეთი გეუბნება, რომ აზერბაიჯანი არის ჩემი სტრატეგიული სამხედრო მოკავშირე და პრაქტიკულად პატარა ნატო გვაქვს, ასე ვთქვათ, შექმნილი მე და აზერბაიჯანს ერთმანეთს ვეხმარებთ. მეხუთე პუნქტი რაც არის ნატოს წესდებაში, აზერბაიჯანს და თურქეთს შორის უკვე მოქმედებს, ხო? ეს ამ ორ ქვეყანას საერთო საზღვარი, ნახიჩევანის ოლქს თუ არ ჩავთვლით, და რა აქვს შესაბამისად საქართველოსაც ამ ერთიან არქიტექტურაში ჩართვა ძალიან მარტივად შეუძლია სწორი მუშაობის და პოლიტიკური ვექტორების სწორად დაგეგმვის და გააზრების შემთხვევაში. ამ ხელისუფლებასთან ერთად ეს არაფერი არ გამოვა. მესმის. აი მაშინ რა ხდება, პეტრე, აი ძალიან ბევრი სტუმარი მეუბნება ხოლმე, აი ჯერ რაღაც ადრე ამაზე საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ აი სულ ვიმეორებ, რომ აი ჩავთვალოთ, რომ რაღაც წინდახედული ხალხი ვართ და რაღაცა მიყვარს ყველანაირ სცენარზე და განვითარებაზე სიტუაციის, რომ ვიფიქროთ წინასწარ. ჩვენ არ მივიდეთ. აი ესეთ არჩევნებში ჩვენ ნაციონალურ მონაწილეობას არ მივიდეთ. კი ბატონო, აი რა მინდა ვიკითხო, დავუშვათ, თქვენ არ მიიღებთ, მაგრამ ვიცი რომ აი ფედერალისტები აპირებენ რომ მიიღონ გახარიას გუნდიც, განიხილავს გირჩიც, ასევე ვიცი რომ აპირებს რომ ერთ-ერთი ერთ-ორ საკრებულოს შეიყვანენ და თუ ამით ბედნიერები იქნებიან, ღმერთმა ხელი მოუმართოს, უბრალოდ საერთო საქმეს ძალიან დააზიანებენ, სხვა რა შეგიძლია. ხო და აი ნახეთ ეს მინდა ვიკითხო, აი რაღაც კონკრეტული ძალები აპირებენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან ცუდი თუ აპირებენ. ანუ მაშინ თამაში შედიან და ლეგიტიმაციას ახდენენ მისი ძალაუფლების უკვე ადგილობრივ დონეზე. რომ ადგილობრივ ამ არჩევნებთან თუ პრობლემა არ აქვს, ესე იგი არც წინა არჩევნებთან დიდი პრობლემა არ ქონია, იმიტომ რომ ზუსტად ისევე თუ ყველაფერი ესე გაგრძელდა, დღესვე რო აცხადებდა. თუმცა ამის ალტერნატივა რა არის, პეტრე? არჩევნებში არ მონაწილეობის მიღების ალტერნატივა რა იქნება? აი თქვენ შემთხვევაში მაგალითად პარლამენტში არ იქნებით, თვითმმართველობაში არ იქნებით. გახარიას თუ არ ჩავთვლით, გაუგებარია მის პოზიცია ნახევრად არის თუ არ არის, მოკლედ 61 დეპუტატი პარლამენტში არ შევიდა, ბოიკოტი გამოუცხადა. ამითი მათი ლეგიტიმაცია არ მოახდინა და როგორც შეიძლება ქართველმა დეპუტატად არჩეულმა სუბიექტმა მოახდინოს იმ ადამიანების ლეგიტიმაცია და მათთან ერთად ერთ დარბაზში ისხდეს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სტრასბურგში ევროპელმა პარლამენტარებმაც კი არ ისურვეს მათთან საერთო დარბაზის გაზიარება და ლეგიტიმაცია მე ამათ თავისით მოიხსნეს, ვითომ დატოვეს გაურობა, თორე არც ისინი აძლევდნენ კონკრეტული ან შეზღუდვები დაუწესეს, შეუჩერეს მანდატი, ასე რომ ვთქვათ და მოთხოვნები
დაუყენეს პირობები, რის შემსრულებლებიც ამათ წინასწარ იცოდნენ რომ არ იყვნენ და როგორც გაბუტული ბავშვებივით გამოვიდნენ იქიდან, ხო? ასე რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პარლამენტში არ შევედით და პარლამენტში არ შედიხარ, არჩევნებს არ აღიარებ, მაგრამ კაი, ამ ადგილობრივ არჩევნებზე რა ნიჩურტა მაგ და მოდი ვცადოთ ბედი, იქნება 1-2 საკრებულოს წევრი სადღაც გავაძვრინო და ამ თამაში მოყვები, ეს იქნება სწორი მესიჯი ბიძინა ივანიშვილის გასაგონად, ისევე როგორც მთელი დასავლური სამყაროს მიმართ. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე twins მართლა ოპოზიციონერად თulis თავს ამ თამაში უნდა შეყვეს იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს, აი ხვალ რო არჩევნები ტარდებოდეს, მაგრამ მოდი იქამდე დაველოდოთ, იქნებდა ფეხზე დადგეს ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელზეც წეღან საუბრობდით რუსთაველის გამზირზე, გაიზარდოს, მეტი ჯანი შეემატოს და საქმეც ბოლომდე მივიდეს და უკვე ისეთი არჩევნები ჩატარდეს, რომელსაც სუსი, დღევანდელი სუსი და CSKO კი არ ატარებს, არამედ მართლა ნეიტრალური შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ და ისევე როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ვიღაც ტიპაჟები. მაშინ სხვა რეალობა იქნება. ასეთ არჩევნებში შესვლას, რა თქმა უნდა, აზრი ექნება. კი ბატონო, მადლობა.